ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვსმენია ტაივანის შესახებ. სინამდვილეში ეს პატარა კუნძულია რუკაზე, მაგრამ დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია მთელ მსოფლიოში. როდესაც ჩნდება სიახლეები ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობის შესახებ, ამას მაშინვე აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, სამხედროები და დიდი კომპანიები. მაგრამ რატომ შეუძლია მხოლოდ ერთ პატარა კუნძულს ესეთი დიდი შეშფოთება გამოიწვიოს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყნებში? ამის გასაგებად უნდა დაუბრუნდეთ ომს, რომელიც 80 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ომი, რომელიც არასდროს დასრულებულა ბოლომდე. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, თოთ და ალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა, ასე რომ დავიწყოთ. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩინეთის დიდი ნაწილი განადგურდა, ისინი 8 წელზე მეტ ხანს ებრძოდნენ იაპონიის ოკუპაციას. მილიონობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბევრი ქალაქი განადგურდა და ქვეყნის ეკონომიკა დაეცა. მაგრამ როდესაც იაპონია ამერიკას დანებდა 1945 წლის აგვისტოში, მშვიდობა არ დადგა. ამის ნაცვლად ჩინეთში კვლავ განახლდა დიდი ხნის კონფლიქტი, რადგან ორი ჯგუფი ცდილობდა ქვეყნის მართვას. პირველი იყო კუომინტანი, რომელსაც ჩიანგ კაიშეკი ხელმძღვანელობდა. ისინი იყვნენ ჩინეთის ოფიციალური მთავრობა იმ პერიოდში და მათ აღიარებდა მრავალი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები. მეორე იყო ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელსაც მაო ძედუნი ხელმძღვანელობდა. ეს ორი ჯგუფი დიდი ხანია მტრები იყვნენ. სინამდვილეში ჯერ კიდევ იაპონელების მოსვლამდე ისინი უკვე იბრძოდნენ ჩინეთის კონტროლისთვის. მათ დროებით გააერთიანეს ძალები, როცა იაპონიამ ქვეყანა დაიპყრო. მაშინ ერთი საერთო მტერი ხავდათ, ამიტომ იძულებულნი გახდნენ ერთად ებრძოლათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის წინააღმდეგ ერთ მხარეს იდგნენ, მათი დაპირისპირება არასდროს გამქრალა. მაშინ როცა მთელი მსოფლიო ომით იყო დაკავებული, ორ ბანაკს შორის დაძაბულობა მუდმივად იზრდებოდა. იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ მაშინვე დაბრუნდა კითხვა, რომელიც დიდი ხანია უპასუხოდ იყო დარჩენილი. ვინ იქნებოდა სინამდვილეში ჩინეთის მართვი? ჩიანგ კაიშეკის ნაციონალისტები თუ მაო ძედუნის კომუნისტები? ქაღალდზე ჩიანგის ბანატი აშკარად უპირატესობას ფლობდა. მათ მილიონობით ჯარი ჰყავდათ. მათ მხარდაჭერა ჰქონდათ საუდის არაბეთის სახელმწიფოსგან, მათ ჰქონდათ ცდომა უფრო მეტ იარაღზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, თვითმფრინავებსა და სამხედრო აღჭურვილობაზე. პირველი შეხედვით მათი დამარცხება შეუძლებლად ჩანდა, მაგრამ კომუნისტები სხვაგვარად უყურებდნენ ამ ყველაფერს. მაშინ, როცა კუომინტანი აკონტროლებდა ბევრ დიდ ქალაქს, ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩუმად აძლიერებდა თავის გავლენას პროვინციებსა და სოფლებში. მრავალი გლეხი მათ მხარს უჭერდა მიწის რეფორმებისა და სოციალური ცვლილებების დაპირებების გამო. ნელ-ნელა მათი გავლენა ვრცელდებოდა სოფლებში. ეს იყო რეგიონები, რომლებსაც ცენტრალური მთავრობა ნაკლებად აკონტროლებდა. ამავე დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი არსებობდა, რომლის ხელში ჩაგბებაც ორივე მხარეს სურდა. ეს იყო მანჯურია, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ომის დროს იაპონიამ დიდი აზიაში თავისი ინდუსტრიის ცენტრად აქცია. იქ მრავალი ქარხანა, სარკინიგზო გზა, იარაღი და ინფრასტრუქტურა მდებარეობდა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ვინც მანჯურიას აკონტროლებდა, მას დიდი უპირატესობა ექნებოდა მომავალ ომში. მაგრამ ერთი პრობლემა იყო. სანამ ჩიანგის ძალები იქ მივიდოდნენ, მანამდე უკვე საბჭოთა კავშირი იყო შესული. მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში საბჭოთაებმა ამ რეგიონში იაპონიის ძალებს შეუტიეს. და სწორედ მათ პირველებმა აიღეს კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ამიტომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. რადგან მოულოდნელად ჩაერთნენ არა მხოლოდ ჩინელები, არამედ ორი უდიდესი ძალაც, რომლებიც მალე ცივი ომის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. ესენი იყვნენ შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი. როდესაც დაძაბულობა იზრდება, ერთი კითხვა იწყებს ჩამოყალიბებას. თუ ორივე მხარე უარს ამბობს დანებებაზე და ორივე სურს მთელი ჩინეთის კონტროლი, შესაძლებელია თუ არა ახალი ომის თავიდან აცილება. მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. ჩიანგ კაიშეკის ბანაკში ბევრი ოფიციალური პირი დაკავებულია დიდი ქალაქების კონტროლით. მეორე მხრივ კომუნისტების გავლენა ჩუმად ფართოვდება პროვინციებში. ისინი ნელ-ნელა ზრდიან იმ ტერიტორიების რაოდენობას, რომელსაც აკონტროლებენ. სულ უფრო მეტი გლეხი უჭერს მათ მხარს. მათ რიგებში სულ უფრო მეტი ახალი მებრძოლი ერთვება. მოკლედ რო თქვათ, მაშინ როცა ძირითადი ქალაქები თითქოს და კუომინტანის კონტროლქვეშაა, ჩინეთის კომუნისტური პარტია ძლიერდება. მათ შორის მდებარე რეგიონებში. როცა ორივე მხარე ფართოვდება, ბრძოლებიც უფრო ხშირი ხდება. 1946 წელს მანჯურია მძაფრი დაპირისპირების ცენტრად იქცა. კუომინტანმაც და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამაც კარგად იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რეგიონი. ვინც მას გააკონტროლებდა, მთელი ომის განმავლობაში დიდ უპირატესობას მოიპოვებდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ სცადა გამწვავებული სიტუაციის შეჩერება. გენერალ ჯორჯ მარშალის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებების გზით ახალი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. მაგრამ როგორც წინა შეთანხმებების შემთხვევაში, არც ერთ მხარეს ნამდვილად არ ენდობოდა ერთმანეთს. ორივე მხარე იყენებდა თითოეულ შესვლელებას მომდევნო ბრძოლისთვის მოსამზადებლად. ჩიანგ კაიშეკის მხარეს ის თვლიდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაენადგურებინა მოწინააღმდეგე. ჩინეთის კომუნისტური პარტია სანამ ის საბოლოოდ გაძლიერდებოდა. მისთვის შეუძლებელი იყო სტაბილური ჩინეთის არსებობა, სანამ არსებობდა ცალკე კომუნისტური არმია, რომელიც განაგრძობდა გაფართოებას. ამასობაში ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გამოიყენა ყოველი ცეცხლის შეწყვეტა, რათა გაეძლიერებინა თავისი პოზიციები ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. როცა საბჭოთა ძალები მანჯურიის ზოგიერთ რეგიონს დატოვებდნენ, კომუნისტები სწრაფად შედიოდნენ და მნიშვნელოვან ქალაქებზე კონტროლს ამყარებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო ჰარბინი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი. ამის შედეგად მათი ყოფნა ჩრდილოეთ ჩინეთში კიდევ უფრო გამხარდა. მაგრამ 1946 წლის ივნისში ჩიანგმა გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებები დაესრულებინა. მან ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ. ეს იყო სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაცია. სხვადასხვა მიმართულებიდან კუომინტანის ძალები ერთდროულად დაესხნენ თავს. მათი მიზანი იყო კომუნისტების მთავარი არმიის ალყაში მოქცევა და განადგურება. პირველ შეხედვაზე გეგმა წარმატებულად გამოიყურებოდა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ბევრი დანაყოფი იძულებული გახდა დაეხიათ. ზოგიერთმა ჯგუფმა მძიმე დანაკარგები განიცადა. ბევრი ქალაქი და დაბა კვლავ ნაციონალისტური მთავრობის კონტროლქვეშ გადავიდა. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა იყო. მათ ვერ შეძლეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარი ძალის დაჭერა. პირდაპირ ბრძოლის ნაცვლად კომუნისტები ხშირად იხევდნენ უკან, როცა მდგომარეობა მათთვის არახელსაყრელი იყო. როცა შესაძლებლობას ხედავდნენ, მოულოდნელად ესხმოდნენ თავს კუომინტანის განცალკევებულ ნაწილებს. ეს იყო მაო ძედუნის მიერ დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული სტრატეგია. ძლიერი მტრის თავიდან აცილება და სუსტი ნაწილების განადგურება. ნელ-ნელა უნდა დასუსტეს მტერი, სანამ საბოლოოდ ძალას არ დაკარგოს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ კუომინტანმა ბევრი ტერიტორია დაიკავა, 1946 წლის ბოლოსთვის მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღწეული ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარი არმია ჯერ კიდევ არსებობდა. ის კვლავ აგრძელებს ბრძოლას და კვლავ იზრდება. ომის გამწვავებასთან ერთად შეერთებულმა შტატებმა მოთმინება დაკარგა. ვერანაირი მცდელობა აღარ იყო წარმატებული. მათი გაერთიანება ორივე მხარისთვის ვერ მოხერხდა. 1947 წლის დასაწყისში გენერალი მარშალი საბოლოოდ წავიდა ჩინეთიდან. ვაშინგტონისთვის უკვე ნათელი იყო, რომ კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკებით აღარ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ ჩიანგის ბანაკი კიდევ უფრო აგრესიული გახდა. მათ ახალი შეტევების სერია წამოიწყეს. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო შანსის პროვინცია და ის ადგილები, რომლებიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოპერაციების ცენტრს წარმოადგენდა. აქ მდებარეობს იანანი, ქალაქი, რომელიც კომუნისტური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. მრავალი წლის განმავლობაში ბევრი კუომინტანის ოფიციალური პირისთვის, როცა იანანი დაეცემოდა, მაოს მთელი მოძრაობაც დაეცემოდა. მაგრამ კომუნისტური ხელმძღვანელობის შეხედულება განსხვავებული იყო. როდესაც ნაციონალისტების არმია ახლოვდებოდა, მაო მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ბევრი გააოცა. მან არ დაიცვა ქალაქის სიცოცხლის ფასად. ამის ნაცვლად მან დატოვა იგი. მისთვის არმია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთი ქალაქი. ბრძოლის უნარი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კონკრეტული ადგილის შენარჩუნება. ამიტომ, როდესაც იანანი საბოლოოდ კუომინტანის ხელში გადავიდა, ნანჯინგში ბევრი ოფიციალური პირი ზეიმობდა. მათ ეგონათ, რომ გამარჯვება ახლოსიო. მაგრამ ამ გამარჯვების უკან მათ ვერ შენიშნეს უფრო დიდი პრობლემა. მათ ქალაქი აიღეს, მაგრამ მაოს არმია არ გაუნადგურებიათ. მათ ვერ გაწყვიტეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ორგანიზაციული ქსელი და ვერ შეაჩერეს მათი გავლენის უწყვეტი გაფართოება პროვინციებში. სანამ კუომინტანი დაკავებული იყო მეტი ტერიტორიის კონტროლით, მათი მომარაგების ხაზები კიდევ უფრო გრძელდებოდა. უფრო მეტი ჯარისკაცი იყო საჭირო სხვადასხვა ადგილებში გასანაწილებლად, მეტი ხარჯი იყო საჭირო, მეტი პრობლემა იყო გადასაჭრელი. ამასობაში ჩინეთის კომუნისტური პარტია აგრძელებდა რეკრუტირებას, წვრთნას და თავისი არმიის გაძლიერებას. ნელ-ნელა ერთი რამ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა. ომი რამდენიმე თვეში არ დასრულდებოდა. ჩიანგ კაიშის იმედი ჰქონდა, რომ ბრძოლა სწრაფად დასრულდებოდა, მაგრამ ის ნელ-ნელა გადაიქცა ხანგრძლივ ომად, სადაც მთავარი იყო გამძლეობა, მარაგები, ეკონომიკა და მოთმინება. და ასეთ ომში ყოველთვის არ იმარჯვებს ის არმია, რომელსაც ყველაზე მეტი იარაღი აქვს. ზოგჯერ იმარჯვებს ის მხარე, რომელსაც უფრო მეტი მოთმინება აქვს. ასე. ომის ამ ეტაპზე დაიწყო ორი ბანაკის ყველაზე დიდი განსხვავების გამოვლენა. ორივე სურდა მთელი ჩინეთის კონტროლი. ორივეს მილიონობით მხარდამჭერი ჰყავდა, ორივეს დიდი არმია ჰყავდა, მაგრამ მათი აზროვნების სტილი სრულიად განსხვავებული იყო. ჩიანგ კაიშეკისისა და კუომინტანისთვის ომი ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც მოწინააღმდეგის სრულად განადგურება იყო.
ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ მთავარ ქალაქებსა და სამთავრობო ცენტრებს აიღებდნენ, ბრძოლა დასრულდებოდა. ეს იყო იმ დროის ბევრი სამხედრო ლიდერის ჩვეულებრივი შეხედულება. თუ ქალაქებს აკონტროლებ, ქვეყანასაც აკონტროლებ, მაგრამ მაო ძედუნგს სხვა შეხედულება ჰქონდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები არისო. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არმია, მხარდამჭერები და ბრძოლის გაგრძელების უნარი. ამიტომ, როდესაც ჩინეთის კომუნისტური პარტია რომელიმე ადგილას სუსტ მდგომარეობაში იყო, ისინი უკან დახევას არ ერიდებოდნენ და ამას მარცხად არ მიიჩნევდნენ. მათთვის ეს მხოლოდ დიდი გეგმის ნაწილია. თუ საჭირო იყო ქალაქის დატოვება არმიის გადასარჩენად, ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც კუომინტანი ვერ ახერხებდა კომუნისტების საბოლოო დამარცხებას. ყოველი შეტევისას, რომელსაც ნაციონალისტური მთავრობა იწყებდა, ისინი უფრო და უფრო შორდებოდნენ თავიანთ თავარ ბაზებს. მათი მომარაგების ხაზები უფრო გრძელდებოდა. ქალაქები უფრო მრავლდებოდა, უფრო მეტის დაცვა უხდებოდათ. ასევე იზრდებოდა ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც გარნიზონებსა და საკონტროლო პუნქტებში იყვნენ განლაგებულნი. რუკაზე თითქოს მათი კონტროლი ფართოვდებოდა. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყოველი ახალი ტერიტორია, რომელსაც ისინი იკავებდნენ, უფრო და უფრო მძიმე ტვირთად ექცეოდათ. ეს გავდა ადამიანს, რომელიც მუდმივად ყიდულობს მიწას. მაგრამ არ ყავდათ საკმარისი ხალხი, რომ ყველაფერი დაეცვათ. ამ დროს კი სრულიად საპირისპირო სიტუაცია იყო CCP-ში. ისინი განაგრძობდნენ ახალი ჯარისკაცების გაწვევას, ისინი მუდმივად აძლიერებდნენ თავიანთ ორგანიზაციას. მათ უკეთესი კოორდინაცია ჰქონდათ სხვადასხვა რეგიონში. 1947 წლის ბოლოსთვის მათი არმია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ უკვე მეტი артиლერია ჰქონდათ, ასევე მათ უფრო მეტი ტყვიამფრქვევი ჰქონდათ ვიდრე წინა წლებში და რაც თავარია, მათ უკვე მეტი ფავდაჯერებულობა ჰქონდათ თავდაცვი და შეტევაზე გადასვლისთვის. ომის მიმდინარეობა ნელ-ნელა იცვლებოდა. ბანაკი, რომელიც ადრე მხოლოდ უკან იხევდა, ეხლა შეტევაზე გადადიოდა. ამასობაში ბანაკი, რომელიც ადრე დომინანტური იყო, იჯულებული გახდა ერთდროულად ბევრ ადგილას დაეცვა თავი. 1947 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიამ ЧКП-მ წამოიწყო მასშტაბური კონტრშეტევების სერია. მთელი კუომინტანის არმიის პირდაპირი დაპირისპირების ნაცვლად, ისინი ერთდროულად ირჩევდნენ ქალაქებსა და დანაყოფებს, რომლებიც ძირითად ძალას იყო მოშორებული. როდესაც მეზობელი ადგილიდან დახმარება მოდიოდა, ისინი გზაზე ელოდებოდნენ მათ. შემდეგ კი თავს ესხმოდნენ. ეს განმეორებით ხდებოდა ჩრდილოეთ ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში. ამის გამო კუომინტანის ბევრ მეთაურს დამატებითი ძალების გაგზავნის შეეშინდა. ყოველი კონვოი, რომელიც მიდიოდა, შესაძლო აღარ დაბრუნებულიყო. დროთა განმავლობაში ბევრ ნაციონალის ჯარისკაცს მორალი ეცემოდა. ზოგიერთი ნებდება, ზოგიერთი გარბის და ასევე არის მთელი დანაყოფები, რომლებიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარეს გადადიან. კომუნისტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ არა მხოლოდ მტრის რაოდენობა უმცირდებათ, არამედ საკუთარი არმიაც ეზრდებათ. ყოფილი მტრის ჯარისკაცი ხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალი ჯარისკაცი. ყოფილი კუომინტანის იარაღი ახლა მათივე ყოფილი ბატონის წინააღმდეგ გამოიყენება. ნელ-ნელა კომუნისტური ძალების იმპულსი ძლიერდება. ეს ყველაზე ნათლად მანჯურიაში გამოჩნდა. ეს ის რეგიონი იყო, რომლისთვისაც ორივე მხარე დიდი ხანია იბრძოდა. თავდაპირველად კუომინტანს ჯერ კიდევ ეკავა უმეტესობა მნიშვნელოვანი ქალაქებისა, იქ მათ ყავდათ ასობით ათასი ჯარისკაცი და უამრავი აღჭურვილობა შეერთებული შტატებიდან. ქაღალდზე ისინი ჯერ კიდევ უფრო ძლიერები იყვნენ, მაგრამ რეალურ ბრძოლაში ისინი ნელ-ნელა ალყაში ექცეოდნენ. როდესაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლი ვრცელდებოდა სოფლებზე და მომარაგების მარშრუტებზე, კუომინტანის გარნიზონები ერთმანეთისგან იზოლირებული ხდებოდნენ. მათი კავშირები სათითაოდ წყდებოდა, მათი კონტროლი თანდათან მცირდებოდა. 1948 წლისთვის უკვე ნათელი იყო, რომ მანჯურიისთვის დიდი ბრძოლა მალე დაიწყებოდა. და მისი შედეგი მხოლოდ იმ რეგიონის ბედს არ გადაწყვეტდა. შესაძლოა სწორედ ეს განსაზღვრავდა, ვინ გახდებოდა მთელი ჩინეთის მომავალი ნამდვილი ლიდერი. მომდევნო თვეებში ჩინეთის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანია გაიმართება. ბრძოლების სერია, რომელიც შეცვლის ძალთა ბალანსს აზიაში და კომუნისტურ პარტიას მის ყველაზე დიდ გამარჯვებას დაახლოვებს. როდესაც ომი მძაფრდება, მხოლოდ ჯარისკაცები არ იტანჯებიან. ეს განსაკუთრებით მძიმედ ურტყამს ჩვეულებრივ ხალხს. ყოველ სოფელში, რომელსაც ახალი არმია იკავებს, იცვლება კანონი, იცვლება ლიდერი და ზოგჯერ იცვლება ისიც, ვინ არის უსაფრთხოდ და ვინ საფრთხეში. იმ ადგილებში, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს, მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირებაა მიწა ღარიბი გლეხებისთვის. იმ დროის ბევრი გლეხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძველი სისტემის გამო ბევრი ოჯახი მუშაობდა მიწაზე, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ. ამიტომ, როდესაც კომუნისტებმა განაცხადეს, რომ შეამცირებენ მიწის ქირას და გაანაწილებდნენ მდიდარი მიწათმფლობელების მიწებს, ბევრმა მოусმინა მათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გლეხი მაშინვე ნამდვილად იჯერებდა კომუნიზმს.
ბევრისთვის მიზეზი უფრო მარტივი იყო. მათ უბრალოდ მიწის დამუშავება სურდათ. სურდათ საკუთარი მიწა ქონოდათ და როცა მიწას მიიღებდნენ, ეშინოდათ, რომ ძველი მიწათმფლობელი დაბრუნდებოდა და მათ წაართმევდა. ამიტომ ბევრი მათგანი იძულებული იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარეს დარჩენილიყო, რადგან ასეთ თვლიდნენ, რომ ახალი ცხოვრების დაცვას შეძლებდნენ. მაგრამ ეს პროცესი სუფთა არ ყოფილა. ზოგიერთ ადგილას მიწის რეფორმა ძალადობრივი გახდა. ზოგიერთი მიწათმფლობელი და კიდევ უფრო მეტი მდიდარი გლეხი საჯაროდ დაამცირეს. ზოგს ექსპლუატაციაში დასდეს ბრალი. ზოგი დასაჯეს და ზოგ შემთხვევაში ზოგი მოკლეს. ზოგი ისტორიკოსის თქმით, ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია, მაგრამ ცხადია, რომ სამოქალაქო ომის პერიოდში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლი. PMT-ის მხარეს კი ტანჯვა სხვანაირიო. ნაციონალისტური მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ეკონომიკა დაეცა, საკვების და ძირითადი საქონლის ფასები გაიზარდა, ბევრი ოჯახის დანაზოგი ფულის ღირებულება მოულოდნელად თითქმის ნულს გაუტოლდა. ეს გავდა იმას, თითქოს დღეს ფული გიჭირავს, მაგრამ ხვალ უკვე ნაკლებს იყიდი ამით. რამდენიმე წლის განმავლობაში ჰიპერინფლაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ფასების ზრდასთან ერთად ხალხი უფრო მეტად შიმშილობდა. ხალხის შიმშილის პარალელურად მათი ნდობა მთავრობის მიმართ კიდევ უფრო იკლებს. იაპონიის მიერ ოკუპირებულ ყოფილ ტერიტორიებზე კიდევ ერთი პრობლემა იყო. ზოგიერთი სამოქალაქო პირი ეჩუმიტანილი იყო იაპონელებთან თანამშრომლობაში. ზოგიერთი ყოფილი მეპატრონე დაბრუნდა და ვალის ან ქირის გადახდას ითხოვდა. ასევე იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც იღებდნენ საკვებს, ტანსაცმელს და მარაგებს, რადგან მათაც ძალიან აკადათ ეს ყველაფერი. ამიტომ ბევრი ჩვეულებრივი ჩინელისთვის თითქოს აღარ დარჩა უსაფრთხო მხარე. როცა ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩკეპე მოდიოდა, იყო შიში პოლიტიკური კამპანიებისა და დასჯის მიმართ. როცა კუომინტანი მოდიოდა, იყო შიში კორუფციის, შიმშილის, იძულებითი მარაგების აღების და ფულის გაუფასურების მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ომი მხოლოდ იარაღით და ტანკებით არიგებს. დიდი ნაწილი იმაშია, ვის უფრო ენდობოდა ხალხი. და როცა კმეთ ტერიტორიებზე კრიზისი მძაფრდებოდა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის გავრცელება უფრო ადვილი ხდებოდა. ბევრი ნაციონალისტური არმიის ჯარისკაცი ძალიან დაღლილი იყო. მათგან ბევრი იძულებით წაიყვანეს საბრძოლველად ველად. ყველა არ იყო მზად სიკვდილი მიეღო მთავრობისთვის, რომელსაც აღარ ენდობოდნენ. ამიტომ, როცა ჩეცეპემ განაცხადა, რომ მათ შეეძლოთ დანებება, სახლში დაბრუნება ან ახალ არმიაში გაწევრიანება, ბევრმა მოусმინა. სწორედ აქ გაძლიერდა კომუნისტური ძალების იმპულსი. ისინი მხოლოდ ბრძოლებში არ იმარჯვებდნენ. ისინი ასევე იღებდნენ მტრის ჯარისკაცებს, იარაღს, საკვებს და მარაგებს. 1948 წლისთვის მაოს არმია მხოლოდ გერილიური ძალა აღარ იყო. ისინი უფრო ორგანიზებულები გახდნენ. მათ უფრო დიდი артиლერია ჰქონდათ. მათ უკვე შეეძლოთ დიდი ოპერაციების ჩატარება. ამის ყველაზე ნათელი მტკიცებულება იყო ჰუაიჰაის კამპანია. ამ კამპანიის მიზანი იყო სუჯოუ, ძალიან მნიშვნელოვანი, სარკინიგზო კვანძი. თუ სუჯოუს აკონტროლებ ჯარებისა და მარაგების დიდ ნაწილს ცენტრალურ ჩინეთში. ამიტომ კუომინტანისთვის აუცილებელი იყო მისი დაცვა, ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის კი აუცილებელი იყო მისი აღება. აქ ორივე მხარემ უზარმაზარი რაოდენობის ჯარი მოიყარა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დასაწყისში კუომინტანს კვლავ ჰქონდა უპირატესობა. მათ ჰქონდათ ჯავშან ტექნიკა, артиლერია და სახაერო მხარდაჭერა, მაგრამ მათ ჰქონდათ პრობლემა, რომელიც ომის განმავლობაში არაერთხელ გამოვლინდა. კოორდინაცია სუსტი იყო, გადაწყვეტილებები ნელა მიიღებოდა და ზოგიერთი მეთაური მოქმედების შიში თავს იკავებდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ჩასაფრებაში მოყვნენ. ამასობაში ჩინეთის კომუნისტური პარტია იყენებდა იმავე სტრატეგიას, რომელსაც დიდი ხანია იყენებენ. მოწინააღმდეგის გარშემო ცალკეული დანაყოფების განლაგება, უკანდახევის გზების გადაკეტვა, დამხმარე ძალების შეჩერება, შემდეგ კი მტრის გამოფიტვა შიმშილით, სიცივით და მუდმივი ზეწოლით. ბრძოლის გაგრძელებასთან ერთად კუომინტანის ჯარისკაცების მდგომარეობა უარესდებოდა. საკვები არ ყოფნიდათ, მარაგი არ იყო საკმარისი, ამინდი კი ცივი იყო. ზოგიერთი ჯარისკაცი თითქმის უჩმელი დარჩა. საბოლოოდ კუომინტანის ძალების დიდი ნაწილი ჰუაიჰაიში დაეცა. ამ დამარცხებამ თითქმის საბოლოოდ გაანადგურა ჩიანკაიშის იმედი. შეენარჩუნებინა მატერიკული ჩინეთი. ამ დროს კომუნისტური ძალები ჩრდილოეთშიც უტევდნენ. მათი სამიზნე იყო პეკინის და ტიანძინის გარშემო მდებარე ტერიტორიები კუომინტანის თავდაცვა. ერთის შემდეგ მეორე დაეცა. ტიანჯინი დაიპყრეს და დაეცა ქალაქში მძაფრი ბრძოლის შემდეგ. ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდა, რომ ნაციონალისტურ მთავრობას ვეღარ შეეძლო CCP-ის წინსვლის შეჩერება. 1959 წლის იანვარში კომუნისტური ძალები პეკინში შევიდნენ. ეს დიდი სიმბოლო იყო. ეს უბრალოდ ერთი ქალაქის აღება არ ყოფილა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ყოფილი მოწინააღმდეგე, რომელსაც KMT უმნიშვნელოდ თვლიდა, ეხლა უკვე ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში შესვლის უნარი ჰქონდა.
იმავე თვეში ჩიან კაიშეკი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ უარი თქვა ძალაუფლებას. ის კვლავაც დიდ გავლენას ინარჩუნებდა სამხედრო ძალას. მისი გეგმა ახლა იყო სამხრეთში უკან დახევა და იანგცის მდინარეზე თავდაცვითი ხაზის შექმნა. ის იმედოვნებდა, რომ კომუნისტური ძალები შემდეგი ბრძოლის შემდეგ დაღლილები იქნებოდნენ, მაგრამ მაო არ გაჩერებულა. ხანგრძლივი დასვენების ნაცვლად მან შეტევა გააგრძელა. 1959 წლის გაზაფხულზე კომუნისტურმა ძალებმა იანგცის მდინარე გადაკვეთეს. კუომინტანის ბევრი დანაყოფი სერიოზულად აღარ იბრძოდა. ზოგი უკან დაიხია, ზოგი დანებდა, ზოგი კი სამხრეთისკენ გაიქცა. ამის შემდეგ დაეცა ნანჯინგი, ნაციონალისტური მთავრობის ყოფილი დედაქალაქი. შემდეგ შანხაი დაეცა, ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ქალაქი. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სცადა შანხაის აღება, ისე რომ ქალაქი სულად არ დაენგრიათ, რადგან შანხაი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ რამდენიმე თვეში კუომინტანის დარჩენილი კონტროლი მატერიკზე დაინდრა. და 1959 წლის 1 ოქტომბერს მაო ძედუნმა პეკინში გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება. ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ეს იყო ახალი ჩინეთის დასაწყისი. კუომინტანისთვის კი ეს იყო მათი მმართველობის დასასრული მატერიქს, მაგრამ აქ არ დასრულებულა ისტორია. რადგან მაშინ, როცა მაოს უკვე ეჭირა პეკინი, ნანჯინი და შანხაი, ერთი ადგილი მაინც იყო, რომელსაც ის ვერ აკონტროლებდა. ეს იყო ზღვის მეორე მხარეს მდებარე კუნძული ტაივანი. და სწორედ იქ დაიწყება დაძაბულობის შემდეგი დიდი თავი, რომელიც დღემდე იგრძნობა მთელ მსოფლიოში. 1959 წლის ბოლოსთვის ომის შედეგი უკვე ნათელი იყო. თითქმის მთელი ჩინეთის კონტინენტური ნაწილი კომუნისტური პარტიის კონტროლქვეშ იყო. ქალაქები ერთის შემდეგ მეორე ეცემოდა, KMT-ის დარჩენილი ჯარები ერთის შემდეგ მეორე ნებდებოდნენ და როცა კომუნისტური ძალები უახლოვდებოდნენ, ჩიან კაიშეკი იჯულებული გახდა, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილი აღკვეთილება მიეღო, მას აღარ შეეძლო მატერიის დაცვა. მისი დარჩენილი ჯარიც აღარ იყო საკმარისი, რომ CCP-ის წინსვლა შეეჩერებინა. დარჩენისა და დატყვევების ნაცვლად მან უკან დახევა აირჩია. 1959 წლის დეკემბერში თავისი მთავრობის დარჩენილ ნაწილთან, 100,000 ჯარისკაცთან და უამრავ ოლულთან ერთად ჩიან კაიშეკი ტაივანში გადავიდა. ეს არის კუნძული, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკის ბოლო ციხესიმაგრე გახდა. მაგრამ ეს უბრალოდ გადასვლა არ ყოფილა, ტაივანს ჩიანგის ძალების მოსვლამდე უკვე თავისი ისტორია ჰქონდა. უკვე 1885 წლიდან პირველი ჩინეთ-იაპონიის ომის შემდეგ იაპონია აკონტროლებდა მას. თითქმის 50 წლიანი პერიოდის განმავლობაში ტაივანში მთელი თაობა გაიზარდა იაპონური მმართველობის ქვეშ. ამიტომ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კუნძული ჩინეთის კონტროლს დაუბრუნდა, ადგილობრივებსა და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა მაშინვე არ დალაგებულა. ბევრი ტაივანელი გრძნობდა, რომ უბრალოდ შეიცვალა მმართველი. მალე დაძაბულობა მიფეთქა. 1947 წლის თებერვალში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი გაიმართა, რასაც მოჰყვა ტაივანის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი. ისტორიკოსების თქმით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რეპრესიების დროს, რომელიც მოგვიანებით ცნობილი იქნა როგორც 28 თებერვლის ინციდენტი ან 228 ინციდენტი. დღემდე ეს ტაივანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენად რჩება. როდესაც ტოლვილები და ჯარისკაცები მატერიკიდან ჩამოვიდნენ 1959 წელს, კუომინტანგმა სწრაფად გადააქცია კუნძული დიდ სამხედრო ციხესიმაგრედ. მათ ააგეს თავდაცვითი ნაგებობები, გაწურთნეს ჯარისკაცები, მრავალი წლის განმავლობაში ისინი მაინც იმედოვნებდნენ, რომ ერთ დღეს მატერიკულ ჩინეთს დაიბრუნებთ. მაგრამ ზღვის მეორე მხარეს მაოსაც სხვა პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მან მოიგო სამოქალაქო ომი, მას ჯერ კიდევ სრულად არ ჰქონდა კონტროლი ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახალი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ირწმუნებოდა. შემდეგ წლებში ახალმა მთავრობამ გააფართოვა თავისი კონტროლი სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის სინძიანგსა და ტიბეტზე. ამასთან ერთად აზიაში დაიწყო ცივი ომის ახალი წესრიგის ჩამოყალიბება და სწორედ აქ გახდა ტაივანი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ოდესმე. CCP-ის გამარჯვების შემდეგ პირველ თვეებში შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული დაუჭერდა თუ არა ტაივანს მხარს. სინამდვილეში იმ დროს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციიდან იყო განცხადებები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ისინი არ სურდათ პირდაპირ ჩარეულიყვნენ კუნძულის საკითხში. ტაივანი თითქოს მარტო დარჩა. როგორც ჩანს, კომუნისტური ჩინეთის შესაძლო თავდასხმას ვეღარაფერი შეაჩერებდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 1950 წელს. კორეის ომი დაიწყო, უეცრად ვაშინგტონში ბევრმა ოფიციალურმა პირმა ირწმუნა, რომ კომუნიზმის გავლენა შეიძლება აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულიყო. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ტაივანი დაეცვა შესაძლო თავდასხმისგან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მეშვიდე ფლოტის გაგზავნა ტაივანის სრუტეში. ამ უბრალო გადაწყვეტილებას ისტორიისთვის უზარმაზარი გავლენა ჰქონდა.
ამერიკის ყოფნის გამო პეკინისთვის გაცილებით რთული გახდა ტაივანზე მასშტაბური თავდასხმის განხორციელება. ამის შედეგად ორი მთავრობა განცალკებულ არჩა. ერთი ჩინეთი მატერიკზე და ერთი ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანზე. დღემდე ჩანს იმ მოვლენების გავლენა, მაგრამ სანამ დღევანდელ დღემდე მივალთ, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს. რატომ მოიგო ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ? რატომ დამარცხდა კუომინტანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მეტი ჯარი ჰყავდათ? მათ მეტი იარაღი და უფრო ფართო მხარდაჭერა ჰქონდათ სხვა ქვეყნებიდან ომის დასაწყისში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იყო ის, რომ ნაციონალისტურ მთავრობას საკუთარი ხალხის ნდობა დაეკარგა. იაპონიასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ქვეყანა დაღლილი იყო. ჯარისკაცების დაღლილები იყვნენ, ბევრი მათგანი შიმშილობდა, ბევრი უბრალოდ სახლში დაბრუნება სურდა. ომის გაგრძელებასთან ერთად დეზერტირების რიცხვი იზრდებოდა. უფრო მეტი ადამიანი ნებდებოდა და ასევე უფრო მეტი გადადიოდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარეს. ამასთან ერთად კორუფციის პრობლემა გამწვავდა კუომინტანის მთავრობის ზოგიერთ ნაწილში. ეკონომიკა დაეცა, ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ჩვეულებრივი მოქალაქეები გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. ამასობაში მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სისტემა სრულყოფილი არ იყო, მათ შეძლეს ალტერნატიული მიმართულება ეჩვენებინათ მრავალი გლეხისა და ღარიბი თემისთვის. მათ შემოიღეს რეფორმები, რომლებიც ბევრმა სოფლის ცხოვრებმა უფრო სასარგებლოდ მიიჩნია. სამხედრო სფეროში კი მათი სარდლობის სტრუქტურა უფრო ორგანიზებული იყო, კოორდინაციაც უკეთესი ჰქონდათ, მათ უფრო ნათელი გრძელვადიანი გეგმა ჰქონდათ. და როცა მათი არმია ძლიერდებოდა, იზრდებოდა მათი უნარიც, ჩაეტარებინათ მასშტაბური ოპერაციები. მეორე მხრივ, კუომინტანი იძულებული იყო მრავალ ადგილას ერთდროულად დაეცვა პოზიციები. ისინი ნელ-ნელა ამოეწურათ ხალხი, მარაგი და დრო. მარტივად რო თქვათ, ეს მხოლოდ ჯარისკაცების ბრძოლა არ იყო. ეს ასევე იყო სისტემის ბრძოლა, ეკონომიკის ბრძოლა, ლიდერობის ბრძოლა და ბრძოლა რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. 1959 წლის 1 ოქტომბერს მაო ძედუნმა ოფიციალურად ჩიმოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება პეკინში. მრავალი ადამიანისთვის ეს იყო ჩინეთის სამოქალაქო ომის დასასრული. მაგრამ ტექნიკურად ორს შორის არასოდეს ყოფილა ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმება. არ არსებობს ოფიციალური ხელშეკრულება, რომელიც აცხადებს, რომ ომი დასრულდა. და სწორედ ამიტომ ტაივანის საკითხი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გეოპოლიტიკურ კერად მთელ მსოფლიოში. დაძაბულობა, რომელიც 1940-იანი წლების სამოქალაქო ომიდან დაიწყო, რეალურად არ გამქრალა. მან უბრალოდ ფორმა შეიცვალა. და უკვე 70 წელზე მეტია, პასუხგაუცემელი კითხვა კვლავ იგივე რჩება. გაერთიანდებიან თუ არა ჩინეთი და ტაივანი? თუ ისინი კვლავაც განცალკევებულ გზებზე დარჩებიან მომდევნო ათწლეულებში. და სანამ ჩინეთი აგრძელებს გაძლიერებას, ხოლო ამერიკა კვლავ უჭერს ხარს ტაივანს, ღია რჩება თავი, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს. ეს ომი არა მხოლოდ თანამედროვე ჩინეთს ჩამოაყალიბა, არამედ დღემდე აგრძელებს გავლენას მსოფლიო ძალთა ბალანსზე.